განდობა ეს არის უდიდესი და უიშვიათესი მოვლენა, რომელიც ადრე რჩეულთა ხვედრი იყო. ახლა კი, როდესაც კაცობრიობა ახალ, ეგრეთ წოდებულ გამოღვიძების ფაზაში გადავიდა, ცოდნა გამოდის და ფართოდ ვრცელდება. სხეული, სამშვიდობო და სული ერთდროულად უნდა ვავარჯიშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მაგიური წონასწორობის მოპოვება და მისი შენარჩუნება. არაა რეკომენდებული განვითარების დაჩქარება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა უხვად დაჯილდოვდება. ყოველთვის კეთილნი, დიდწულოვანი და შეწყნარებულნი უნდა ვიყოთ. საკუთარი თავის მიმართ კი პირიქით მკაცრნი. მხოლოდ ასეთი ქცევითაა შესაძლებელი მაგიაში წარმატების მიღწევა. მაგი არასოდეს აუბრობს თავის გზაზე, აღმასვლასა და წარმატებებზე. დუმინში უზარმაზარი ძალაა დაფარული და რაც უფრო მკაცრად იქნება დაცული ეს მცნება, მით უფრო ადვილად მოსაპოვებელი გახდება ეს ძალები. პირველ ამოცანას საკუთარი თავის შეცნობა წარმოადგენს. ასეთ პირობას ადამიანს ნებისმიერი განდობის სისტემა უყენებს. თვით შეცნობის გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტი სრულყოფა. როცა დღის განმავლობაში რამდენიმე თავისუფალ წუთს იპოვნით, გამოიყენეთ იგი იმის ინტენსიური გააზრებისთვის, ხომ არ დაგრჩათ კიდევ რაიმე ფარული შეცდომა. თუ იპოვნით, მაშინვე ქაღალდზე გადაიტანეთ, რათა არც ერთი მათგანი დავიწყებას არ მიეცეს. ყოველთვის, როდესაც შეცდომას გაიხსენებთ, არ დააყოვნოთ, მაშინვე ჩაიწერეთ. თუ ვერ ახერხებთ ერთი კვირის განმავლობაში ყველა თქვენი ნაკლოვანების აღმოჩენას, მიუძღვენით ამ კვლევას მომდევნო კვირა, სანამ ეგრეთ წოდებული თქვენი შეცდომების რეგისტრი ბოლომდე არ შეივსება. თუ ამას 1 ან 2 კვირის განმავლობაში მორჩით, გადადით შემდეგ სავარჯიშოზე, ეცადეთ ინტენსიური გააზრების შემდეგ ყოველი თქვენი ნაკლოვანება ამა თუ იმ ელემენტს მიაკუთვნოთ. მოგვიანებით თქვენი განვითარების პროცესში შეგეძლებათ, რომ ყოველი შეცდომისთვის განსაზღვროთ შესაბამისი ელემენტი. ასე მაგალითად, ცეცხლის ელემენტს მიეწერება უეცარი რისხვა, ეჭვიანობა, სიძულვილი, შურისძიება, ჰაერის ელემენტს ქარაფშუტობა, ტრაბახი, ჭორაობა, ლაღბობა, ამაოდმეტყველება, ფლაგველობა. წყლის ელემენტს ინდიფერენტულობა, ფლეგმა, გულის სისასტიკე, ფრიგიდულობა, გულცივობა, სიზარმაცე, მლიქვნელობა, პირმოთნეობა, დაუდევრობა, ზედმეტად მორცხობა, ამპარტავნობა, უტიფრობა, არამდგრადობა, მერყეობა და ბოლოს მიწის ელემენტს სიზარმაცე, უსინდისობა, სევდა, მელანქოლია, არარეგულარულობა, ადვილად განაწყენება, ანომალიურობა, სიჩლუნგე, მძიმე ხასიათი. ამ სამუშაოს წყალობით თქვენ მიიღებთ ორ ეგრეთ წოდებულ სრული სარკეს, შავ სარკეს, თქვენი სამშვილველის უარყოფითი მხარეებით და თეთრ სარკეს, ხასიათის დადებითი, კეთილშობილური შტრიხებით. ორივე ეს მაგიური სარკე შეგვიძლია ჩავთვალოთ ოკულტურ სარკეებად და ამასთან არავის მათი მფლობელის გარდა არ აქვს მათში ჩახედვის უფლება. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.